ვინც არ დაემორჩილა რუსულ სისტემას, ისინი იქცნენ მხოლოდ შემოდგომის ფეოდალებად. მე მგონი ვინც არ დაემორჩილენ, ისინი სწორედ პირიქით აჯანყებებში მონაწილეობდნენ და ზოგი მათგანი გადაიხვეწა სპარსეთში თუ თურქეთში, იყო ეგეთი შემთხვევებით. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს 5 დიდი ოჯახი აღმოსავლეთ საქართველოში და ამ 5 დიდი ოჯახის უკან პატარ-პატარა ფეოდალური საგვარეულოები და ის რომ მაგალითად 1802 წელს კახეთში ჯანმრთელდებიან ფეოდალები რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ მე ვხედავთ 2 წლის შემდგომ ან 10 წლის შემდეგ რომ იგივე ფეოდალები უკვე რუსეთის იმპერიის მხარდამხარ საკუთარ გლეხებს აწიოკებენ თუ კი 1802 წელს შეშინდნენ კახეთის თავადები რომ რუსეთის იმპერიული ადმინისტრაცია მათ დაუკარგავდა ამ თავისი მამაპაპების მონოპოლურ პრივილეგიებს 12 წლის შემდეგ როცა რუსეთ-ოსმალეთის ომები მიმდინარეობდა და რუსეთ-სპარსეთის ეს ყველაზე ცნობილი ინციდენტი მოხდა რომ რუსი ოფიცრები კახურ ოჯახებში შევარდნენ და წიოკეს მოსავალი წაართვეს და ძალადობის აქტები ჩაიდინეს ხო და მას როცა ეს გლეხობა აჯანყდა ქართულმა თავადებმა დაიჭირეს რუსების მხარე ანუ ამ პერიოდში რუსეთის იმპერიამ მოახერხა მათი მოსყიდვა. მოსყიდვაც და გადაქცევა მეტნაკლებად უკვე ამ ადმინისტრაციულ რესურსად და ამას მოყვა მაგალითად ის რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე რომელიც დღეს რაღაც ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ფიგურა და რაღაც რომანტიზმის სახე იღებს ჯილდოს საკუთარი გლეხების დახოცვის გამო რუსეთის ხელისუფლებისაგან. ანუ ფაქტია ის რომ ქართული ფეოდალური ოჯახები მეტნაკლებად აი იმ ნახევარ საუკუნეში თუ შემოსულიდან მიხეილ ვორონცოვის მმართველობის დასრულებამდე იქცნენ ამ რუსული ადმინისტრაციის ნაწილად და თითო როლა ქართული თავად თუ იქნებოდა ვინც უბრალოდ აი თავისი მცირე გლეხებით თავისი მცირე მიწით იყო პროტესტში იყვნენ 1-2 ჯამბო კრორბელიანი 1-2 ამილახვარი დანარჩენები ყველანი ერთიანად ჩაუდგნენ ამ იმპერიის ხელისუფლებას მორჩილებაში მეტიც დოკუმენტებიც კი რაღაც შექმნეს ხელახლა ზოგიერთი გააყალბეს რომ დაემტკიცებდნენ თავიანთი ისტორიულობა თავიანთი სიძველე და თავიანთი მნიშვნელობა ახალი ხელისუფლებისათვის